პასუხისმგებლობას სრულად იღებს. მეტადონის პროგრამიდან იხსნება კერძო სექტორი. ამ პროგრამის განმახორციელებელი ობიექტები გარიდებული იქნება ფართო საზოგადოებას და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს. ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს. ცნობილია პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და პარლამენტისთვის შესაბამისი კანონმდებლობის შესაქმნელად უახლოეს პერიოდში შესასრულებელი სამუშაო. ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ გაზარდა პრობლემის მასშტაბი. ასეთია მართული გუნდის შეფასება და გადაწყვეტილება ნარკოდანაშაულ თან ბრძოლა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი. ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა ბოლო პერიოდში მკვეთრად არის გაზრდილი, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ქვეყანაში სინთეტიკური ნარკოტიკია შემოსული, აცხადებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამის რეგულაციებზე მუშაობა დაჩქარებული წესით მოუწევს. ნარკორეალიზატორების მიმართ სახელმწიფომ კანონმდებლობა სულ ცოტა ხნის წინ გაამკაცრა. გამკაცრდა სანქციები მომხმარებლებისთვისაც. ხელის მისაწვდომობის შეზღუდვა სჭირდება ალტერნატივის შეთავაზება. დამოკიდებულ მკურნალობა და სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდება. რამდენად არის მზად სახელმწიფო დასახული ამოცანის უმოკლეს დროში შესასრულებლად, რა ფინანსურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს მთავრობის ახალი მიდგომების მონიტორინგი და აღსრულება და რა როლი ექნება ამ პროცესებში ჯანდაცვის სამინისტროს. ამ თემებზე სასაუბრო დღევანდელი გადაცემის სტუმარია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯოლაძე. ბატონო მიხეილ, საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით. ბატონო მიხეილ, პრემიერის ინიციატივით და სხვადასხვა უწყების ჩართულობით სახელმწიფო ნარკოდანაშაულს ომს უცხადებს. გამოწვევა არის მიღებული. ამ თემასთან დაკავშირებით რამდენადაც ჩვენთვის გახდა პრემიერ-მინისტრისგან ცნობილი, უკვე გქონდათ შეხვედრა და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დეტალები გაიარეთ. პირველი რიგის ამოცანები როგორია? დიახ. უპირველესად მაყურებელს მივესალმები და შემდეგ მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ თემით დაინტერესებისთვის და ამ თემის გაშუქებისთვის, რომ მაქვს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას ფართოდ ვესაუბროთ იმასთან დაკავშირებით, რა არის მტკივნეული საკითხები და როგორია ხედვა ამ პრობლემების გადაჭრის. ეს მართლაც მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია და იმავდროულად უნდა ვთქვათ, რომ ეს არის საკითხები, რომელიც აწუხებს საზოგადოებას და საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილია რეალურად რომელსაც ყურადღებაც აქვს დათმობილი ამ თემისთვის და მეორეს მხრივ რეალურად აღიქვამს, რომ აქ ამ მიმართულებით არსებობს პრობლემები, რომელიც გამოიწვია თქვენ შესავალ სიტყვაში აღნიშნეთ, პრემიერის სიტყვებს გაუსვით ხაზი, რომ გარკვეულმა ლიბერალურმა მიდგომებმა ფაქტია, რომ მოიტანა დიდი პრობლემები საქართველოში ამ მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად ნორმალურია, რომ ეს მიდგომები გადაიხედოს და აქედან გამომდინარე გაჩნდეს რეალურად ამ პრობლემების გადაჭრაზე ფიქრის შესაძლებლობა და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ამ პრობლემების გადასაჭრელად. ბატონო მიხეილ, ნახეთ პრემიერმა დღეს საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიურ მოხსენებით გამოსვლისას კიდევ ერთხელ ისაუბრება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის და ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის სახელმწიფოს მიერ გადმობარების მნიშვნელობაზე და აუცილებლად უნდა გკითხოთ აი ამ კონტექსტში, რატომ გახდა ამდენად გამკაცრება და აი ამ ტიპის ღონისძიებები საჭირო? კი ბატონო, საქმე ამაშია, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ კომერციალიზაცია ამ სფეროში არის, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემების შემცველი, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. და მე შევეცდები ძალიან მარტივად ავხსნა საზოგადოებისთვის, რატომ ხედავთ ამაში პრობლემას. ძალიან პრიმიტიული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, რა თქმა უნდა, რომ როდესაც კონკრეტული მიმწოდებელი არის კონკრეტული სუბიექტი, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ რაც შეიძლება მეტი გაყიდოს ის პროდუქტი, რომლითაც ის მდიდრდება, ეს არის, რა თქმა უნდა, ინტერესი, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს შემდეგ აი ამ პროდუქტის მომხმარებლის შემცირების სურვილს. საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება ხშირ შემთხვევაში არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალებების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად. პრაქტიკაში უფრო მეტი რომ გითხრათ, რატომ გახდა საჭირო ამ ტიპის განცხადების გაკეთება? სამწუხაროდ და მე მქონია პირადად არაერთხელ შეხვედრა ნარკოლოგებთან, ადამიანებთან, რომელიც ამ სექტორში მუშაობენ და სამწუხაროდ ვაწყდებით აქ განსხვავებულ მოსაზრებებს და მათ შორის ეგრეთ წოდებულ ლიბერალურ შეხედულებებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელთა აზრითაც სახელმწიფოში ეს მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველას. განსხვავებული მოსაზრებები. განსხვავებული ამას ვამბობ, რომ არის ლიბერალური შეხედულება, ლიბერალური მიდგომის გამართლების მცდელობა, რომელი ადამიანებიც ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ თითქოს სახელმწიფოში ნარკოტიკი უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი, დაახლოებით ისე, როგორც ალკოჰოლური საშუალება.
ამას მე პირადად კატეგორიულად ვეწინააღმდეგები და მე ნამდვილად არ ვთვლი, რომ ეს არის მე როგორც იურისტი მათ შორის. არა მხოლოდ იურიდიული პერსპექტივიდან შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის მართებული მიდგომა და არის განსხვავებული მოსაზრებაც, განსხვავებული ამისგან, ამ ლიბერალური შეხედულებისგან და პირიქით არის მოსაზრება, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან დიდია რისკი ამ ნივთიერებების ავადმოხმარებისა, რასაკვირველია ასეთ დროს გამართლებულია, რომ სახელმწიფო იყოს მკაცრი ამ მიმართულებით და არ გახადოს აი ამ ნივთიერებების მოხმარება ლეგალური ბიზნესის წყაროდ, ლეგალური შემოსავლის წყაროდ. იმიტომ რომ ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში ხა რაც არ უნდა კარგად გვესმოდეს, ასე ვთქვათ, საკითხის არსი, ძალიან პრიმიტიულად შეიძლება ეს ყველაფერი აიხსნას. აი მაგალითად, არ ვიცი, ტკბილი პროდუქტი არ არის სასარგებლო. რასაკვირველია, ტკბილ პროდუქტს ვინც ყიდის, დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტი გაიყიდოს. მასვე რო ჩავაბაროთ, მაგალითად, იმაზე ზრუნვის საჭიროება, რომ რაც შეიძლება ნაკლებს მოვახმარდეთ, მაგალითად, ჩვენ შვილებს ტკბილ პროდუქტს. როგორ ფიქრობთ, ინტერესთა კონფლიქტი არ იარსებებს? იარსებებს. აი აქედან გამომდინარე, ყველაზე პრიმიტიულად შევეცადე, რა თქმა უნდა, ეს არ არის ზუსტი ანალოგი და ზუსტ პარალელს ვერ გავავლებ, მაგრამ პრინციპის ასახსნელად ეს აბსოლუტურად გამოსადეგია. ამიტომ, როდესაც პრემიერმა ისაუბრა აი ამ ტიპის ინტერესთა კონფლიქტზე, ეს არის აბსოლუტურად მართებული შენიშვნა და საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის, აი როგორ გითხრათ, აი ცენტრალური მნიშვნელობა, საკვანძო მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სწორედ ამ გარემოებას. ხალხი, რომელიც რეალურად ფულს შეიძლება შოულობდეს, კომერციული ინტერესი ჰქონდეთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული იმ პროგრამაში, რასაც ჩანაცვლებით თერაპიას უწოდებთ, აი მეტადონის პროგრამას უწოდებთ და გინდა ბუპრენურ ფილმს. ეს პრობლემა გამოაჩინა პრაქტიკამ, ბატონო მიხეილ, რატომ საუბრობთ დღეს ამაზე და არა აი საქმეც ამაშია, რომ რა თქმა უნდა, როდესაც ერთმანეთს ხვდება და ჰარმონიული ხდება. ნახეთ, როგორ არის ერთმანეთს ხვდება და ესადაგება ის ლიბერალური მიდგომა ნარკოპოლიტიკის, ადამიანები განუჩნდებიან, რომელიც იძახიან, რომ კი რასაკვირველია, ნარკოტიკი უნდა იყოს იოლად ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი აქვს, უნდა ყიდულობდეს აფთიაქში და შემდეგ მოიხმარდეს ამ ნივთიერებას. ეს როგორც წესი, ეს შეხედულებების, ამ შეხედულებების, ასეთ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის თაობაზე ლიბერალური შეხედულებების მქონე ადამიანები, როგორც წესი, შემდეგ ემთხვევა ხოლმე იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელთაც კომერციულადაც საინტერესოა ასეთი მიდგომა. მე კიდე მგონია, რომ შინაარსობრივად, აი რატო არ მოგწონს ჩვენ ნარკომოვაჭრეები? რატო ვთვლით, რომ ეს ცუდი საქმეა? რა მნიშვნელობა აქვს ის არალეგალურია თუ ლეგალურია? აქვს მნიშვნელობა რასაკვირველია, თვისობრივად. რასაკვირველია, რომ მაინც არის აქ დიდი წყარო, რა თქმა უნდა, და დიდი პრობლემების წყარო ის რომ ინტერესთა კონფლიქტი არსებობს ამ თვალსაზრისით. ადამიანები, რომლებიც კიდევ ერთხელ მეორე ამ ლიბერალური შეხედულების მომხრეები არიან, რომ მარტივად ხელმისაწვდომი იყოს ნარკოტიკი, რასაკვირველია, მათთვის ეს კომერციულად შეიძლება იყოს საინტერესო. უმრავლესობა შემთხვევაში ეს როგორც წესი ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ კიდევ თვლით, რომ ეს ასე არ უნდა იყოს, საზოგადოებას რაც შეიძლება მეტად შორს უნდა ვამყოფოთ საზოგადოება ისეთი მანკიერი თვისებისგან, როგორც არის ნარკომანია. ამიტომ რასაკვირველია, რომ რაც შეიძლება მეტად რთულად უნდა იყოს ეს ხელმისაწვდომი და რასაკვირველია, მას უნდა ჰქონდეს მთავარი ატრიბუტი და დამახასიათებელი უნდა იყოს მკურნალობის ფუნქცია. აი ამას გაუსვა პრემიერ-მინისტრმა ხაზი და ეს იყო აბსოლუტურად მართებული შენიშვნა, რომ უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, თანმხლები, აი ყოველთვის უნდა იყოს ყველა მიმართულებით, რომ ამბიციაც უნდა ჰქონდეს, რესურსიც უნდა მოხმარდეს ამას ყველაფერს და რაც ყველაზე მთავარია, მიზანი და ამოცანა უნდა იყოს ადამიანის განკურნება. ანუ მდგომარეობა, როდესაც აბსტინენციას მიაღწევს. ბატონო მიხეილ, ამ შემთხვევაში თქვა სტატისტიკაზე დაყრდნობით და საუბრობთ და სტატისტიკის გათვალისწინებით აკეთებთ აი ამ ტიპის განცხადებას, რომ თქვა არ არის ისეთი ხელშესახები, მასშტაბი და მაჩვენებელი განკურნებულების, როგორიც უნდა იყოს და ალბათ აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ როდესაც კერძო კლინიკებზე არის საუბარი, ყველას არ გულისხმობთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს რასაკვირველია ეს დახარისხების და არასდროს მომხრე არ ვარ, ყველას ერთ ასე ვთქვათ, ქვაფში მოხარშვის ხო ესე როგორც იტყვიან, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ სტატისტიკა აი თქვენ ახსენეთ და ეს არის ასევე ძალიან რთული თემა. ნახეთ როგორ არის აი ეს პრინციპები და მიდგომები, როგორც წესი რომ ამბობ, რომ კომერციული ინტერესი ეხება, იქვე გაჩნდება მაგალითად, რომ აუცილებელია კონფიდენციალურობის დაცვისთვის, იმისთვის, რომ იოლად ხელმისაწვდომობა ეს რაღაცნაირად ზიანის შემცირებისთვის აუცილებელი ატრიბუტია, გვეუბნებიან ის, რომ
კონფიდენციალური იყოს, ანუ სახელმწიფოს არავითარ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდეს. რაოდენობრივად მაინც. დიახ, ესეც ძალიან რთულია. არა, რა თქმა უნდა, პერსონალური ინფორმაციაზე არ არის საუბარი, მაგრამ ანალიტიკური უნარებიც, ანალიტიკური შესაძლებლობებიც ამ თვალსაზრისით არის ძალიან უკიდურესად შემცირებული და დასუსტებული. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ სახელმწიფოსგან მართული, ასე ვთქვათ, დაწესებულებების მხრიდან ფუნქციის შესრულებაზე, იმ სტატისტიკაზე, იმ მაჩვენებლებზე. თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც არსებობს პარალელურად ის სივრცე, რომელსაც კერძო ქვია, რომელსაც ვერ აკონტროლებ, ბუნებრივია ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, რადიკალურად შემცირებულია. ამიტომ ესეც პრობლემაა და ამ თვალსაზრისითაც სახელმწიფოს ხელში ყველაფერი ამის თავმოყრა და იმავდროულად, როგორც პრემიერ-მინისტრმა ძალიან სწორად შენიშნა, სახელმწიფოს მხრიდან ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს იმას, რა თქმა უნდა, რომ მათ შორის იგივე ეს ანალიტიკური შესაძლებლობები არსებითად გაიზრდება და გახდება უკეთესი. მაგრამ რა თქმა უნდა, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული და ყველა ვინც ამ სექტორში ჩართული იქნება მკურნალობის პროცესში, სწორედ მკურნალობით უნდა იყოს დაკავებული და არა მკურნალობის ნიღბის ქვეშ რეალურად სრულიად საპირისპირო საქმეს აკეთებდეს, უბრალოდ ლეგალურად აწვდიდეს ნარკოტიკს ადამიანს, რომელსაც ამის მოხმარების სურვილი აქვს. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ყურადღება უნდა იყოს დახარჯული იმაზე, რომ იყოს შედეგზე ორიენტირებული, ანუ ადამიანების განკურნებაზე. ეს რა თქმა უნდა არ არის ესეთი მარტივი ამოცანა, რა თქმა უნდა 100% შემთხვევაში ეს არ არის შესაძლებელი ესე მარტივად რო დაძლევო, მაგრამ ბუნებრივია რომ არსებობს გარკვეული მაჩვენებლები, რომელიც რა თქმა უნდა ამბიციური გეგმის სახით სახელმწიფომ უნდა დაისახოს და კიდევაც ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ ყველაფრის შესასრულებლად, აღსასრულებლად. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რამ. საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს შესასრულებელი. რამდენად შესწევს იმის უნარი ჯანდაცვის სამინისტროს დღეს, რომ აი ამდენად მნიშვნელოვანი ტვირთი აწიოს, როდესაც ინფრასტრუქტურაზეა საუბარი, ან თუნდაც ადამიანური რესურსის თვალსაზრისით რამდენად არსებობს ეს რესურსი. დიახ. საქმე იმაში გახლავთ, რომ იმ დონის პრიორიტეტიზაციის პირობებში, როგორც დღეს გვაქვს ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, რომ ეს ხელგვეწიფება შეგვიძლია ვთქვათ, სრულიად გაბედულად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იქნება მარტივი გზა. ეს რა თქმა უნდა მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს, განსაკუთრებით, როდესაც მკურნალობის ეფექტიანობაზე გვექნება საუბარი, ეს რა თქმა უნდა, ერთ დღეში, ერთ კვირაში და თუნდაც ერთ თვეში მიღწევადი რეზულტატი არ არის, მაგრამ ამ კალაპოტში პროცესების ჩაყენება, რა თქმა უნდა, არის შესაძლებელიც ერთის მხრივ და აუცილებლობით ნაკარნახები ნაბიჯი. ამიტომ რეფორმა სწორად გაცხადდა, სწორად გამოცხადდა, სწორად დაიგეგმება და სწორად განხორციელდება. ბუნებრივია ამის რა ვადებზე არის საუბარი. ამას გვაჩვენებს, რა თქმა უნდა, მათ შორის საკანონმდებლო განხილვებიც, იმიტომ რომ საკანონმდებლო პროცესი გვაქვს გასავლელი, მიუხედავად დაჩქარებულობისა, რა თქმა უნდა, წინასწარ მოვლენებს ვერ გავასწრებთ წინასე ვთქვათ და ვერ ვიტყვით წინასწარ როგორ რა ჩამოყალიბდება, მაგრამ დიდი ალბათობით ეს იქნება უფრო ხანმოკლევა და იმისთვის განსაზღვრული და ვფიქრობ, რომ ეს უახლოეს პერიოდზეა ლაპარაკი, უახლოეს თვეების განმავლობაში, აი ეს ინფრასტრუქტურული საკითხი და ეს ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრების საკითხი გადაჭრილი იქნება, რაც შეეხება აი იმპორტის და ფსიქოტროპული ნივთიერებების, ასე ვთქვათ, იმპორტს და მის ჩანაცვლებას, აქაც ბუნებრივია დაგვჭირდება გარკვეული პერიოდი, რამდენიმე თვეს ვარაუდობ და რომლის განმავლობაშიც მთლიანად იქნება ჩანაცვლებული, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდან კერძო კომპანიები და მომწოდებლები. პარალელურად არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არის საკანონმდებლო ცვლილებები ერთ ნაწილს ეხება, ასე ვთქვათ, აი გამოცხადებული ომისა, როგორც თქვენ ბრძანეთ, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ყურადღება გვექნება გასამახვილებელი და გასაძლიერებელი იქნება ჩვენი აქტივობები იმ მიმართულებით, რასაც ქვია კონტროლი, მაგალითად იგივე აფთიაქების მიმართულებით კონტროლი. ეს შეიძლება იყოს გარკვეული დაწესებულებების, რომელთა პრაქტიკაშიც გამოიყენება ფსიქოტროპული ნივთიერებები, ექიმების კონტროლი და ასე შემდეგ. ეს ფართო მასშტაბიანი ბრძოლაა რეალურად. ეს არის ის ბრძოლა, სადაც ვერ ვნახავთ ჩვენ ერთ კონკრეტულ წერტილს, სადაც უნდა რაღაც პრობლემების აკუმულირება უნდა მოხდეს და ყველა პრობლემის ამ სივრცეში გადაჭრა. ნამდვილად ეს მოითხოვს ყველა ფრონტიდან შეტევას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ რეალურად წარმატების იმედი. ბატონო მიხეილ, ვიდრე მონიტორინგზე და იგივე ახსრულების ნაწილზე გავიგებთ და მოვისმენთ უფრო მეც, ადამიანური რესურსი ეს არის ერთ-ერთი ალბათ უმნიშვნელოვანესი საკითხი და სავარაუდოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაც ამავდროულად. როგორ მოხდება, რამდენად არსებობს, თქვათ, დარგის სპეციალისტების შესაბამისი რაოდენობა, რა რაოდენობაც არის საჭირო და ხომ არ იგეგმება რაიმე, თქვათ, აი ამ მიმართულებიდან გადამზადება, ან რაიმე თქვათ ინიციატივით ხომ არ გეგმავთ რომ ან мотивация რა შეიძლება რომ კონდეთ ამ ადამიანებს. პირდაპირ რომ თქვათ, რასაკვირველია რომ ნარკოლოგია არ არის გამონაკლისი ამ თვალსაზრისით რომ არსებობს გარკვეული დეფიციტები.
კვალიფიციური მცოდნე კადრების დეფიციტი მაინც არსებობს, ასე უნდა ვთქვათ, თუმცა რა თქმა უნდა, მათ შორის იმ რესურსის ხარჯზე, რომელიც გაჩნდება, რა თქმა უნდა, კერძო ჩანაცვლებითი პროგრამების დახურვის შედეგად ბუნებრივია, რომ გარკვეული რესურსი არსებობს ქვეყანაში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ამ პრობლემების და გამოწვევებთან გამკლავება. თუმცა ამის რესურსი საკმარისი იმისთვის, რომ პროცესი ჩადგეს სწორ კალაპოტში და ეს განვითარდეს, რა თქმა უნდა, იარსებებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვამბობთ, რომ მაგალითად კვალიფიკაციის გაზრდის მიმართულებით არ გვექნება სამუშაო. ესეც იქნება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომელიც ხაზითაც პროცესების განვითარებას ვისურვებდით და გავაკეთებთ კიდეც ამას. რაოდენობრივი თვალსაზრისითაც ვეცდებით, რა თქმა უნდა, რომ წავახალისოთ პროფესიული ზრდა ამ მიმართულებით, სადაც ბუნებრივია, რომ დარგი გარკვეულ დეფიციტებს შეიძლება განიცდიდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სამწუხაროდ ფსიქიატრია, ნარკოლოგია არ გახლავთ გამონაკლისი, სადაც დეფიციტები შეიძლება სამედიცინო სექტორში გქონდეს. ამას ვუმკლავდებით ამ დრომდე და შესაბამისად ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მომავალშიც წარმატებულად მოვახერხებთ. კერძო სექტორისთვის სერვისის მიწოდების აკრძალვა პროცესი აი ამ ნაწილში დაიწყება ეტაპობრივად თუ მოხდება ვთქვათ ერთიანად აკრძალვა თუ ქონდათ შესაბამის ვთქვათ სუბიექტებთან კლინიკებთან სექტორის წარმომადგენლებთან რაიმე ტიპის კონსულტაცია ან თუ იყვნენ ისინი თქვენი მხრიდან ინფორმირებულები. იცით საკითხის გადაწყვეტისთვის აუცილებელი ფაქტორები, აი რაზედაც ვისაუბრეთ, მაგალითად როგორია შეხედულებები, დამოკიდებულებები და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით პერიოდულად საუბრები ყოველთვის მიმდინარეობდა ბუნებრივია, ვის რა შეხედულება აქვს ლიბერალურ ასე ვთქვათ მოსაზრებებს უჭერს თუ სხვა მოსაზრებებს და ასე შემდეგ. მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ ამ საკითხის ასე დარეგულირებას, ამასთან დაკავშირებით რაიმე ფორმატის სამუშაო გამართული არ ყოფილა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მიუხედავად ამისა, ხედვა მოსაზრებების ასე ვთქვათ გაცვლა ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით ეს პერიოდულად ბუნებრივია მიმდინარეობდა და ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ახლა საუბარია ისეთი რეფორმის გატარებაზე, ისეთი გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ მაინდა-მაინც ბევრი კონსულტაციის აუცილებლობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არც არსებობდა. ეს იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად წინასწარ ცნობილი ამ კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დროს, როგორი იქნებოდა სექტორის პოზიცია, სექტორისა, რომელიც უშუალოდ ჩართულია და გამახორციელებდა ნეგატიურ პოზიციებს ამ შემთხვევაში. არა, მე ველოდები მოსაზრებას, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა მოსასმენი მოსაზრება, რომელიც ძირითადად, რა თქმა უნდა, მათ შორის კომერციული мотивაციით იქნებოდა განპირობებული და კომერციული ინტერესი დღეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ მაღალია სექტორში, რომ შენარჩუნდეს ის, რაც დღეს გვაქვს. პრაქტიკა, რომელიც საზოგადოებას არ მოწონს. პრაქტიკა, რომელიც ძალიან დიდი რისკების შემცველია ჩვენი საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ აქ ამ შემთხვევაში ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც ფუჭი იქნებოდა ამ შემთხვევაში ჩვენი მცდელობა, რომ დაგვერწმუნებინა კერძო მიმწოდებლები ამ შემთხვევაში, რომ მათთვის უმჯობესი იქნებოდა, ან საზოგადოების უმჯობესი იქნებოდა, რომ მათ დაენებებინათ თავი ამ ტიპის საქმიანობისთვის. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა, თქვა სხვა ალტერნატივების მოძიება და ასე შემდეგ. ამისთვის საკმაოდ დიდი დრო იყო. იმისთვის, რომ სექტორს ქონოდა რომ ეს პრობლემები არ დახოვებული იყო და სამწუხაროდ პრობლემები ზრდისკენ უფრო იყო ორიენტირებული, ვიდრე კლებისკენ და გასწორებისკენ. სამწუხაროდ რეალობა იძლევა ამის თქმის საფუძველს და უფრო მეტი კონკრეტიკა თუ შეგიძლიათ რომ უფრო მეტი კონკრეტიკა გამიჭირდება, რომ კონკრეტული ფაქტების თაობაზე აქ აი კონკრეტულად ვისაუბრო, მაგრამ სამწუხაროდ თუნდაც დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ როგორი იყოს მაგალითად თანამშრომლობა სახელმწიფოსა და იგივე კერძო კომპანიებს შორის, აი ეს მიმდინარეობა, ასე ვთქვათ, იძლევა რეალურად ამის თქმის საფუძველს, რომ სამწუხაროდ პრობლემები უფრო ორიენტირებული იყო დახოვებისკენ, გაზრდისკენ და არა შემცირებისკენ. მათ შორის ის, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რეალურად ვერ გადაიჭრა მაგალითად ანალიტიკისთვის აუცილებელი ინფორმაციის გაცვლა. მაგალითად ის, რომ აი კომერციული სტრუქტურებიდან საკმაოდ ხშირი იყო, საკმაოდ დიდი იყო გავლენა ამ შემთხვევაში. აი სწორედ რომ ფსევდოლიბერალური დამოკიდებულებებისა, რომელიც რა თქმა უნდა ესე ბევრ უხერხულობას ქმნიდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იყო მზარდი და არა კლებადი. ბატონ მიხეილ, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს არ ქონდა ინფორმაცია მოთხოვნა მიწოდების თანაფარდობასთან დაკავშირებით? იცით, მეტნაკლებად გარკვეული ვარაუდებისთვის ან გარკვეული ზოგადი ინფორმაციის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ ინფორმაციას სახელმწიფო ბუნებრივია რომ ფლობს.
ეს გახლავთ მაგალითად იმპორტირებული პროდუქტის რაოდენობა, მაგრამ აი როგორი იქნებოდა დისტრიბუცია, როგორი იქნებოდა ყოველდღიურობა მაგალითად უშუალოდ იმ ჩანაცვლებით თერაპიის. ამ ნაწილში არ თანამშრომლობდა, როგორც ჩანს თქვენთან კერძო სამწუხაროდ ეს არ იყო რეალური თანამშრომლობა და ამ თვალსაზრისით პრობლემები არსებობდა. ეს უნდა ვთქვათ, ეს უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ საკმაოდ დიდი мотиваცია არსებობდა, ისი გათვალისწინებითაც ეს უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად დახურული სივრცე, მაქსიმალურად კონფიდენციალობის მოტივით, არასტიგმატიზების მოტივით, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო სამწუხაროდ ბევრი რაღაცისთვის ხელის შემშლელი, ბევრი პრობლემის გამჩენი რეალურად. გასაგებია, ვინც კერძო სერვისით სარგებლობს ამ შემთხვევაში გულისხმობ ბენეფიციარებს. რამდენად უზრუნველყოფს, რამდენად აქვს საწყის ეტაპზე მათ შორის სახელმწიფოს და ჯანდაცვის სამინისტროს იმის რესურსი, რომ სრულად მოხდეს მათი უზრუნველყოფა შესაბამისი სერვისით. დიახ. საქმე ამაშია, პირველივე განცხადებიდან, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ანონსი განსახორციელებელი რეფორმისა, იმ თავითვე აღინიშნა, რომ არც ერთი ბენეფიციარი, ვისაც აქვს საჭიროება მკურნალობისა, რეალურად არ დარჩება ამ მკურნალობის გარეშე. ეს ეხება როგორც ფსიქოტროპულს, ისე ნარკოტიკულ საშუალებას და ასე შემდეგ, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში მკაცრად განსასაზღვრე გვექნება, რომ აქ მოიაზრება ადამიანები, ვისაც ეს სჭირდებათ. მაგრამ არ მოიაზრებიან ადამიანები, ვისაც განზრახული ჰქონდა ავადმოხმარება ამ ნივთიერების. ის ეხება, რა თქმა უნდა, მათ შორის ფსიქოტროპულ ნივთიერებებსაც. მათ შორის ეს ეხება ნარკოტიკულ საშუალებებსაც. ხა იყო შემთხვევები, მაგალითად, არის ამაზე საუბარი, ამაზე ზოგიერთ შემთხვევაში მაგალითად ეს შეიძლება ყოფილიყო გამოძიების საგანიც, ეს შეიძლება ყოფილიყო ანალიტიკის საგანი, ბევრ საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც რამდენიმე პუნქტის ბენეფიციარი ყოფილიყო შეიძლება ერთი და იგივე ადამიანი. იქ რა მკურნალობაზეა საუბარი. ხდებოდა ასეთი რამ და სამწუხაროდ ამის დაზღვევის მექანიზმები ის კუთხით ასე ვთქვა თანამშრომლობაც მაინდა-მაინც დიდად ეფექტური ვერ აღმოჩნდა კერძო სექტორთან. ასეთი მოვლენები არსებობს, შესაბამისად ამ რისკების დასაზღვევად იმისთვის, რომ არსებობს თუ არ არსებობს ამაზე დიდი დროის დაკარგვაც არ გის. რისკი რახან არსებობს, ბუნებრივია ეს რისკი ისეთია, რომლის დაზღვევისთვისაც რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გაკეთდეს. აი ამიტომ ეს გამართლებული რეფორმაა ერთმნიშვნელოვნად. ამ პროცესში კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, რომ რისკების გამორიცხვა არის ჩვენი მთავარი მიზანი, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელუხლებელი იქნება ის, ვისაც პაციენტის სტატუსი აქვს და ვისაც ესაჭიროება მედიკამენტი, რომლის მიწოდებაზეც ვსაუბრობთ. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია კონფიდენციალობის ნაწილი, მათ შორის სხვა უწყებებთან დაკავშირებით. რასაკვირველია, რა თქმა უნდა. არც თუ ისე ცოტაა რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც სახელმწიფოს მიერ მიწოდებული სერვისით სარგებლობს და მათ შემთხვევაშიც მე არ მგონია, რომ ოდესმე გაჩენილიყო კონფიდენციალობის და უცველობის პრობლემა. ყოველთვის ეს მოხერხებადია, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პირობებშიც. სახელმწიფო ძალიან ბევრი რთული ისეთი სერვისის მიმწოდებელია ნარკოტიკებს რომ თავი დავანებოთ, სადაც კონფიდენციალობა არანაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნარკომანიის შემთხვევაში და რასაკვირველია სტიგმატიზაციისგან დაცვა. მაგრამ რეალურად ამას რაღაცნაირად სახელმწიფო ახორციელებს. რაღაცნაირად კი არა წარმატებულად ახორციელებს. ზოგიერთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად წარმატებულად, ვიდრე ამას შეიძლება კერძო სექტორი აკეთებდეს და მერწმუნეთ, რომ საკმაოდ მაღალია საქართველოში სტანდარტი პერსონალური მონაცემების დაცვისა და აქედან გამომდინარე მე არ მგონია, რომ ეს არის ის თემა, რაზედაც ვინმეს ნერვიულობა დაჭირდება. რეალურად ძალიან მარტივად მოწესრიგებადი იქნება. კი ბატონო მიხეილ, თქვით რომ მეტადონის და ბუპრენორფინის პრეპარატების ჩანაცვლების პროგრამები მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში იმოქმედებს, სადაც კონტროლის გამკაცრება იგეგმება. აი რა ფორმით მოხდება და ვინ იქნება აი ამ კონტროლის აღსრულებაზე პასუხისმგებელი საინტერესოა, მონიტორინგი და რა იგულისხმება, რაც მთავარია კონტროლის გამკაცრებაში უფრო კონკრეტულად. დიახ. კონტროლის გამკაცრებაში იგულისხმება ის, რომ ნებისმიერ დევიაციაზე, აი ნებისმიერ სამართალდარღვევაზე, ნებისმიერ გადახვევაზე იმისგან, რაც არის ნორმალური პროცესი. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს უნდა ფართოდ გახელილი თვალებით უნდა უყურებდეს ამ პროცესს. აი ლუპით უნდა აკვირდებოდეს და სადაც გადაიხრება, სადაც დევიაციას ადგილი ექნება, ბუნებრივია რომ მან ამის შესაძლებლობა არ უნდა გააჩინოს. რეალურად ყველა პროცესი ასე იგეგმება, ბუნებრივია რომ გინდება გარკვეული ნორმალური მიმდინარეობა, როგორ არის სწორი მიმართულება, თუ სადმე რაიმე მიზეზის გამო ეს მრუდდება
და არასწორად მიმდინარეობს ბუნებრივია, სწორედ ამაში გამოიხატება კონტროლი. კონტროლისთვის აუცილებელია ინფორმაციაზე წვდომა. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ რა თქმა უნდა ანალიტიკური შესაძლებლობა არსებობდეს. როდესაც ხედავ, რომ მაგალითად ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოწერისას რომელიმე ექიმი შეიძლება ბოროტად იყენებდეს საკუთარ კომპეტენციას, მაგალითად არ ვიცი, თუნდაც აი რეცეპტის გამოწერის. დიდ სიმრავლეს ქმნიდეს, არასწორი დანიშნულებით იყენებდეს. ხაი მეტი კონკრეტიკა იმისთვის, რომ დაინტერესებულმა ადამიანებისთვის თქვა დამატებით რაღაც სივრცე არ დარჩეს. კიდე ამას ვამბობ ზუსტად, რომ ესე იგი თუ მაგალითად რომელიმე კლინიკის შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ არასწორი პრაქტიკაა, როდესაც ხორციელდება ასე, რომ მაგალითად არასაჭირო შემთხვევაში ხდება, თქვა არ ვიცი, დიაზეპამის რეცეპტის გამოწერა. ან მაგალითად დიდი რაოდენობით ხდება. ბუნებრივია, რომ ასეთ მონაცემებზე სახელმწიფო ამას დააკვირდება და ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში რეაგირებაც იქნება შესაბამისი. ამას ამ დრომდეც ბუნებრივია პერიოდულად ვახორციელებთ, ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. უბრალოდ ეს იქნება კიდევ უფრო მეტად ინტენსიური, ეს იქნება რა თქმა უნდა ტანდემში ან სინქრონულად წარიმართება ყველა სხვა გადაწყვეტილების აღსრულების პროცესთან ერთად და ეს ბუნებრივია საბოლოო ჯამში რეზულტატის მომტანი იქნება. ყველა მიმართულებით იქნება გასამკაცრებელი და გამკაცრებაში არ იგულისხმება მაინდა-მაინც პასუხისმგებლობის სიმკაცრე მხოლოდ. აქ იგულისხმება რა თქმა უნდა, რომ აღარ დარჩება სივრცე, ნაკლებ შევიწროვდება სივრცე, რომ დევიაციებს კონდეს აქ. მეტი გაიგონ იმ ადამიანებმა, ვინც გვიყურებს, ვისაც აინტერესებს, ვის შესაძლებელია ჩართული ამ პროგრამებში ან ოჯახის წევრები არიან, იმისთვის რომ დამატებით თქვათ არ დარჩეს სივრცე. არსებობს ფსიქოტროპული ნივთიერება, რომელსაც ადამიანს უწევენ, თქვათ აი არის ფსიქიკური აშლილობის მომენტში, ეს დამშვიდებისთვის არის აუცილებელი. ვისაც ეს სჭირდება და ფსიქიატრიულად ეს რეკომენდირებული, ბუნებრივია, რომ მას კვლავაც ექნება ხელმისაწვდომობა ამ მედიკამენტთან, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ არსებობს რისკი, ასე ვიტყვი, რომ საკამათო არ გახდეს ვინმესთვის. არსებობს რისკი იმისა, რომ შეიძლება რომელიმე ადამიანს, არ ვიცი, გაბრუების მიზნით, გაბრუების სურვილით, მაგალითად უწერენ იგივე მედიკამენტს და არა იმისთვის, რომ მას აქვს ფსიქიკური აშლილობა და სურვილი აქვს, რომ დამშვიდდეს. აი ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ასეთი არასწორი პრაქტიკების წინააღმდეგ ვიქნებით და ასეთი არასწორი პრაქტიკის გავრცელებას მაქსიმალურად ხელს შეუშლით. ეს როგორ შეიძლება დგინდებოდეს, ბევრი ინდიკატორი შეიძლება იყოს ამისი. მაგალითად, როდესაც ხედავ, რომ არ ვიცი, ნუ სხვადასხვა ფორმა არსებობს, გამოძიებიდან დაკავშირებითაც ანალოგიურად საჭიროების რასაკვირველია იქაც. დაანონსებული ცვლილებების ფარგლებში ასევე ითქვა ბატონო მიხეილიც, რომ მჭიდრო დასახლებული ადგილებიდან უნდა მოხდეს ჩანაცვლების სერვისების მიმწოდებელი ობიექტების გატანა. და სხვა შორის ამაზე სახალხო დამცველმაც ისაუბრა და პრემიერმაც აღნიშნა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, თქო, მსგავსი ობიექტების არსებობა. ხომ არ შექმნის ეს ერთგვარად ხელმისაწვდომობაზე პრობლემას და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, თქვა, რამდენად იქნებიან მუნიციპალიტეტები, მათ შორის ჩართულები, რადგან ერთ-ერთი ქალაქიდან იყო ასეთი შეტყობინება, მაგალითად, რომ იქ არ მიდის შესაბამისი ტრანსპორტი, უჭირთ გადაადგილება ბენეფიციარებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი. საქმე რაშია, იცით, საერთოდ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იზოლირებულად ვერ განვიხილავთ მაგალითად უფლებას ადამიანისას რომ მივიდეს და აიღოს მედიკამენტი ჩანაცვლებით თერაპიის ფარგლებში. კარგია ხელმისაწვდომობაც უნდა არსებობდეს ეს ბუნებრივია ყველაფერი, მაგრამ ანგარიში უნდა გაუწიოთ სხვა ადამიანთა ინტერესებს. იმ ქალაქზე სადაც თქვენ საუბრობთ, ქალაქის აი ყველაზე მეტად ისეთი აქტიურ ცენტრში იყო განთავსებული ეს პუნქტი. არ მინდა მე კონკრეტულად თქვა და ჯობიათ ამისგან თავი შევიკავოთ. და ეს სამწუხაროდ ძალიან ცუდად სანახავი იყო. პირდაპირ ვამბობ ამას. ეს არ იყო სასიამოვნო სანახავი. ჩემთვისაც კი, როდესაც აი პირადად ყოფილვარ მომინახულებია ეს ადგილი, ეს სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ არის. ეხლა წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა განწყობა იქვე, აი იმავე ქალაქში, იმავე პუნქტის გვერდზე მაცხოვრებელი ადამიანებისა. ახლოს მდებარე მაგალითად არის სასწავლო დაწესებულებებში მოსიარულე ადამიანებისთვის. აი ამის დაკვირვება რა თქმა უნდა რომ არ იქნებოდა სასიამოვნო. იყო მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც ვარჩევდით პუნქტებს, არ ვფიქრობთ რომ რომელიმე კვარტლის ან დასახლებული ასე ვთქვათ პუნქტის მოსახლეობისთვის სასიხარულო ამბავი იქნებოდა ეს გარემოება. ყველას აქვს ბუნებრივია გარკვეული წუხილი ამ მიმართულებით. არავის არ სურს რა თქმა უნდა საკუთარ ეზოში იხილოს ასეთი
პუნქტები შესაბამისად ბუნებრივია რომ ამ ადამიანების მოსაზრებებს პატივი უნდა ვცეთ. ამას ახლა რბილად ვლაპარაკობ რა თქმა უნდა, თორე რასაკვირველია რომ ეს აუცილებლად დასაცავი ინტერესია, რომელიც შეიძლება საზოგადოებას ჰქონდეს. ამიტომ ცოტა გრძლად კი გამომივიდა ამის ახსნა, მაგრამ უნდა ვთქვა რომ მე მესმის რომ ხელმისაწვდომობის სურვილი დიდია რომ რაც შეიძლება ახლოს და ყველა ფეხის ნაბიჯზე ესეთი პუნქტი არსებობდეს, მე მესმის ამ ადამიანების, მაგრამ ეს ასე ვერ იქნება. ამიტომ რასაკვირველია რომ მათ მოუწევთ გარკვეული დისკომფორტული ასე ვთქვათ გზის გავლა, თუმცა ხელმისაწვდომი მათთვის ეს იქნება. დიახ, ტრანსპორტიც იქნება რა თქმა უნდა და ყველაფერი იმისთვის რომ მიაგნონ იმ პუნქტს, სადაც რეალურად მიღწევადი იქნება ჩანაცვლებითი თერაპია. მაგრამ ეს ვერ იქნება რა თქმა უნდა ქალაქის ცენტრში ყველასთვის აბსოლუტურად თვალსაჩინოდ და ღიად. აქ ხომ მაინც ჯობია რომ ვისაუბროთ მაგალითად კონფიდენციალობაზე და ასე შემდეგ. აი ამ შემთხვევაში მაინც მოგვიწევს დაფიქრება ამასთან დაკავშირებით ანგარიშის გაწევა საზოგადოების ინტერესებისთვის და საზოგადოების ინტერესთა მხედველობაში მივიღებთ, მაშინ გასაგები ხდება რომ ცენტრალურ ქუჩებზე, ცენტრალურ კვარტებში, აქტიურ რაიონებში რასაკვირველია რომ ასეთი პუნქტების განთავსება არ გახლავთ რეკომენდირებული. ამიტომ ეს ცოტა მოცილებით იქნება, არ იქნება ალბათ ესე უხეში გამოდგება გადაკარგულში ნამდვილად არ იქნება, მაგრამ მოშორებით დასახლებულისგან აუცილებლად იქნება. გასაგებია. ბატონო მიხეილ, ვერავის მივცემთ საშუალებას გარედან გაუმჭვირვალეთ და აფინანსონ პრო-ნარკოტიკული კამპანიები ჩვენს ქვეყანაში, წაახალისონ მარიხუანის კლუბური ნარკოტიკის მოხმარება, ასეთია სახელმწიფოს მიდგომა. დღეს უკვე თქვენი გუნდი ღიად საუბრობს იმაზე, რომ გარკვეულწილად ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შედეგია ის, რომ ქვეყანაში საკმაოდ მწვავედ დგას სამწუხაროდ ნარკოტიკული დანაშაულის პრობლემა. რატომ არ იყო რისკები თავის დროზე გათვლილი, მეტნაკლებად ამაზე უკვე გადაცემის დასაწყისშივე ისაუბრეთ. თუმცა დღეს რამდენად არის იმის შანსი და რესურსი, რომ ბრძოლა იყოს ნამდვილად შედეგიანი. მე სრულად ვიზიარებ პირდაპირ ვთქვათ, მე როგორც მოქალაქე და არა როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი ამ შემთხვევაში, იმ მოსაზრებას, რაც ითქვა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, აი ამ ლიბერალური მიდგომების ხშირ შემთხვევაში მაგალითად დაფინანსებული კამპანიების საწინააღმდეგოდ. ამას აი გულწრფელად ვამბობ, მე როგორც უბრალოდ საზოგადოების წევრი და წარმომადგენელი ნამდვილად რა თქმა უნდა მაწუხებს ეს პრობლემა, რომ ხშირ შემთხვევაში გამხდარ ვარ მომსწრე როგორ ხდება რეალურად ძალიან ცუდი იდეების ტირაჟირება. ცუდის იმიტომ ვამბობ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება დამანგრეველი ეფექტის მქონე იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის. მერწმუნეთ, რომ აქ იმდენად აღვირახსნილი გახდა მაგალითად ტირაჟირება იმ იდეისა, რომ თითქოს და ნარკოტიკები უნდა იყოს აბსოლუტურად და მარტივად ხელმისაწვდომი და ასე შემდეგ, რომ ამას ლიბერალურსაც ვეღარ დავარქვევ. სინამდვილეში ეს არის რა თქმა უნდა მართლაც ფსევდო-ლიბერალური მიდგომა და მიდგომა, რომლის მიხედვითაც შეიძლება უზარმაზარი რისკები ჩნდებოდეს და საფრთხეები ჩნდებოდეს რეალურად საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ ეს არ არის მოგონილი თემა, როდესაც ლოიალურ მიდგომებს ქადაგებს არაერთი ადამიანი, არაერთი ორგანიზაცია, რომელთათვისაც მაგალითად არ ვიცი, თუნდაც ნარკომომხმარებლის ინტერესის თუ უფლების დაცვა რაღაცნაირი ფეტიში საგანი ხდება და თვლიან, რომ ამ შემთხვევაში მთელი საზოგადოებამ თავი უნდა შეიწუხოს იმ ადამიანის, ასე ვთქვათ, სურვილის დაკმაყოფილებისთვის, რომელი ადამიანის სურვილიც ამ შემთხვევაში გულისხმობს ნარკოტიკის მოხმარებას. ეს ასე არ შეიძლება იყოს უბრალოდ და ბუნებრივია, როგორც იმ ადამიანის უფლება სჭირდება დაცვა და ნამდვილად სჭირდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა არავის დედამიწის ზურგზე უფლება არ აქვს. ასეთი მიდგომა არ ივარგებს. ამიტომ ასეთი თეორიები და მიდგომები და ეს არ არის ნამდვილად კონსპირაციების შეთხსული თეორიები, ეს რეალობაა. სამწუხაროდ აღმოჩნდა ძალიან ბევრი მანკიერების მომტანი ჩვენ ქვეყანაში. ამიტომ ამის გასწორება, ამის საპირისპიროთ ასე ვთქვათ, რაკურსის შეტრიალება და თქმა იმისა, რომ არ გამოდგა, არ გაამართლა რეალურად ამ ლიბერალურმა მიდგომებმა და აუცილებელი არის ცოტა მეტი სიხისტე, ბუნებრივია, რომ ამას აბსოლუტურად ვეთანხმებ. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება მართებული გადაწყვეტა საკითხის. მომავალში ძალიან დარწმუნებული ვარ, ასე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვექნება ძალიან სწრაფად რეზულტატები, რომლითაც შეგვიძლია უკვე მტკიცებულებით ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით, რომ მანამდე გავბედავ და დავარქმევ ამას და ვიტყვი, რომ ეს იყო შეცდომები, რა თქმა უნდა, დაშვებული, როდესაც ხშირ შემთხვევაში ლიბერალიზაციამ გამოიწვია გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით. ამ შემთხვევაში გულისხმობ ლიბერალურ მიდგომებს ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით. გასაგები. რაც შეეხება ფსიქოტროპულ მედიკამენტებს და იმპორტირება, რომელსაც სახელმწიფო აიღებს სრულად თავის თავზე
საინტერესო არის ტექნიკური ნაწილი ამის, როგორ გესახებათ, როგორ ხედავთ პროცესს, როგორ უნდა წავიდეს პროცესი, შემოიტანა თქვა სახელმწიფო რა ხდება შემდეგ, როგორ ნაწილდება მონიტორინგი, აღსრულების ნაწილი როგორ ხდება და ასევე საუბარი იყო აფთიაქზე, სახელმწიფო აფთიაქზე, როგორ გესახებათ, თქვა ან რამდენად არის შესაძლებელი რომ მოიცვას სრულიად საქართველო. კი, რასაკვირველია, აქ მეტი გვაქვს, რა თქმა უნდა, ესე მიწოდების ქსელის მოწყობის თვალსაზრისით ვალდებულებები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად უკლებლივ ყველა გამოეთიშება ამას. ბუნებრივია, რომ იქ არის მაგალითად ფსიქიატრიული დაწესებულებები კერძო, რომელსაც კვლავაც ექნებათ ბრუნვაში რაღაცა ეს საშუალებები. თუმცა ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იქნება მკაცრი კონტროლის პირობებში. ბუნებრივია, რომ ამას გაკონტროლება დაჭირდება და იქ სადაც მაგალითად შეიძლება რაღაცა ნორმიდან ამოვარდნილი რაოდენობები შეგვხვდეს, მაგალითად ამას მოყვება რეაქცია, მოყვება ბუნებრივია შემოწმების საჭიროება და ყველაფერი სხვა. რეალურად სახელმწიფომ ეს განცხადება გააკეთა, რეალურად სახელმწიფო მზად არის იმისთვის, რომ რეალურად უზრუნველყოს ყველა ის საჭიროება, რომელიც ამ თვალსაზრისით სექტორს შეიძლება ჰქონდეს. მე ვფიქრობ, ზუსტად წინასწარ თქმა, ვიდრე აი საბოლოო რედაქციით არ დამტკიცდება კანონი, ალბათ გაგვიჭირდება, ეს არ მინდა გამომივიდეს რამე ისეთი განცხადება, რომელსაც შემდეგ კორექტირება დაჭირდება, მაგრამ უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა ეს პროცესი იქნება დასრულებადი. ამ შემთხვევაში უგულისხმობ იმას, მათ შორის მარაგები, რომელიც დღეს არსებობს ესეც ხედველობაში, ამისაღები სახელმწიფოში შეიძლება არსებობდეს ისეთი შეიძლება და არსებობს კიდეც და ამაზე ინფორმაციაც გვაქვს რეალურად. თუმცა რა თქმა უნდა, მათ მესაკუთრეებთან, იმპორტიორებთან გვექნება სალაპარაკო სასაუბრო ამ თემებზე და ბუნებრივია, რომ ამ პროცესის დასრულების შემდეგ შეგვეძლება უფრო ზუსტი მონაცემების თაობაზე მოუთხროთ საზოგადოებას. ჯერჯერობით ეს ალბათ ნაადრევია ზუსტი თარიღების თქმა, მაგრამ კანონიც ამ ჩარჩოს განსაზღვრავს და ამ ჩარჩოს ფარგლებში ჩვენ ბუნებრივია, რომ შევეცდებით, რომ ყველა ვადაში ჩავეტიოთ ასე. და მუშაობა იქნება მათ შორის სახელმწიფო აფთიაქის, სახელმწიფოს ბაზაზე არსებული აფთიაქების ქსელზე. ნახოთ ეს როგორ ნახოთ, შევხედოთ, კი, შეიძლება ასეთი გაჩნდეს, შეიძლება არც იყოს ამის აუცილებლობა, გარკვეული ასე ვთქვათ, გარკვეულ ეტაპზე ბუნებრივია მეტი სიცხადე იქნება შეტანილი მას შემდეგ, რაც რეალურად ჩვენ გვეცოდინება რა მიმართულებას ვირჩევთ, ამ მიმართულების მიხედვით შეიძლება უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, ოღონდ დამატებით აუცილებელი იქნება აი ამ ბაზარზე მოთამაშე სუბიექტების პოზიციების გარკვევაც. ბატონო მიხეილ, სახელმწიფო აფთიაქების შექმნის შემთხვევაში რამდენად რეალისტურია და რამდენად შესაძლებელია, რომ მედიკამენტები გაიაფთეს? ფსიქოტროპულ მედიკამენტებს გულისხმობ ცხადია. არც ეს არის გამორიცხული, თუმცა ფასის კონტროლის, მედიკამენტების ფასის კონტროლის სხვა ალტერნატიული საშუალებებიც არსებობს, რომელიც გვაქვს ჩვენს არსენალში, ასე ვთქვათ, და რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მიმართულებით. ეს არ ეხება დღეს უშუალოდ ფსიქოტროპულ ნივთიერებას, მაგრამ საკმაოდ ბევრ ნივთიერებასთან მიმართულ რეფერენტული ფასების მეშვეობით ეს რეგულირდება. როგორ მოხერხდება ეს მომავალში, ამას დრო გვაჩვენებს. აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკითხი იმდენად კომპლექსურია, რომ შეუძლებელია აქ ერთი რომელიმე კონკრეტული საკითხი იზოლირებულად გამოვთიშოთ და ცალკე გავიხილოთ და ცალკე ვიმშევლოთ. ეს ყველაფერი მთლიან კომბინაციაზეა დამოკიდებული. მთლიან კომბინაციაზე. აქ არის საკმაოდ დიდი სიმრავლე საკითხებისა, რომლებიც აი ყოველთვის მოითხოვს კომბინაციაში განხილვას და კორელაციაში სხვა ფაქტორებთან. კი ბატონო. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რაც რა თქმა უნდა ვისაუბროთ, რაზეც პრემიერის ყოველწლიურ ანგარიშში იყო საუბარი, ასევე პენსიას 350 ლარი გახდა 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის 450 ლარი. 95 მილიონამდე გაიზარდა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვებზე ზრუნვის ბიუჯეტი, 2022 დევნილი ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდა, განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენისას. მეტი რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს ერთის მხრივ რა გაკეთდა გასულ წელს თქვენი საკურატორო სფეროსთვის, რა იყო მთავარი მიღწევა და რა რჩება მთავარ გამოწვევად, რომლის გადაჭრასაც უახლოეს პერიოდში ისურვებდით და რაც მთავარი არის შესაძლებელი. დიახ. პირველი რაც მინდა ვთქვა, ეს ზოგადი მახასიათებლის სახით, მე ნამდვილად მეამაყება ვიყო წარმომადგენელი იმ ხელისუფლებისა, რომელსაც მთავარ პრიორიტეტად დასახული აქვს, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს ეკონომიკური ზრდა და იმავდროულად ეს ეკონომიკური ზრდა ხმარდებოდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეს არის მთავარი, აი ცენტრალური პრინციპული დამოკიდებულება, რომელიც მთავარ პრინციპად არის აღიარებული ხელისუფლების მხრიდან. ეს მნიშვნელოვანია. აი ამიტომაც არის, რომ საკმაოდ ამბიციურია ის გეგმები, რომელსაც ისახავს ხელისუფლება იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგის მომტანი იყოს ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანას აქვს. დღეს აღინიშნა სხვათა შორის პრემიერ-მინისტრმა ეს ბრძანა, რომ ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი უმთავრესი რამ, რაც ქვეყნის განვითარებისთვის არის უმნიშვნელოვანესი.
ეს აღინიშნა იმიტომ, რომ ითქვას, რომ ჩვენ უნდა მოუძლიერდეთ ყველა თვალსაზრისით და მათ შორის ეს მოძლიერება, მართლა ძალიან მიხარია, რომ ეს აღინიშნა, რომ სოციალურ მიმართულებას რო დაეხმარება ეს ეკონომიკური ზრდა, ეს რომ ითქვა, მე მართლა ძალიან მიხარია ეს ამბავი. აქაც გავიბეურებ, როგორც უბრალოდ ამ საზოგადოების წარმომადგენელს. ეს რა თქმა უნდა სამართლიანია და ეს არის მნიშვნელოვანი, რაც უნდა კარგად უნდა ესმოდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ იგივე ჩვენ ხო გვახსოვს არსებობენ საქართველოში პოლიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ მაგალითად ონკოლოგიურ პაციენტზე ფულის დახარჯვა ეს არის შავხრელში ფულის გადაყრა. მოგვისმენია ასეთი განცხადებები. არიან მოსაზრებების ავტორები, რომლებიც თვლიან ადამიანები, რომ ეკონომიკური ზრდა უნდა განვითარდეს იმგვარად, რომ მაგალითად სოციალურ პროგრამებზე ნაკლებად ფული უნდა იხარჯებოდეს და ასე შემდეგ. არის ასეთი აქაც ფსევდოლიბერალური შეხედულებები. ჩვენ კიდევ თვლით ცოტა განსხვავებულად და სოციალური მდგრადობა ადამიანებისა, სოციალური განვითარება, სიღარიბის შემცირება, უმუშევრობის დამარცხება, რასაკვირველია, არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ეხლა რაც შეეხება პენსიის ზრდას, საკმაოდ დიდი იყო, პროცენტული გამოხატულებით დავთვალოთ, როგორც არ უნდა დავთვალოთ, საკმაოდ მაღალი იყო ზრდა წლიდან წლამდე, რომელიც ფიქსირდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს ბოლო წელიწადი 2025 წელს გაზრდილი მაჩვენებლები. რასაკვირველია, რა შესაძლებლობაც იქნება ქვეყნისთვის ხელშესახების შედეგები, რომელიც გვექნება ეკონომიკური ზრდის სახით, ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი აისახება იგივე სოციალური პროგრამებისთვის. ამიტომ ეს პენსიის გაზრდა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი. ის რომ დიფერენცირებულია ეს პენსია იგივე 70 წელზე მოდ. არსებობს მაგალითად გარკვეული შეღავათები მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებელი ოჯახებისთვის და ადამიანებისთვის, პენსიონერებისთვის. არის არაერთი სოციალური პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარია ადამიანებისთვის იმისთვის, რომ მათ დაძლიონ მაგალითად სიღარიბე, მაგალითად ის სოციალური სირთულეები, რომელიც შეიძლება მათ ჰქონდეთ. არ ვიცი, რო აღინიშნა მაგალითად იგივე რეაბილიტაციო პროგრამები ჩვენი ხო, რომელიც რამდენი 10 მილიონობით გაიზარდა, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. აღინიშნა დღეს ასევე პრემიერ-მინისტრის გამოსვლისას, რომ ეს არ არის ის შედეგი და ის წერტილი, რომელიც სადაც მიღწეული დაუკმაყოფილდებით. რა თქმა უნდა, გამოწვევებზეც იყო საუბარი, რა თქმა უნდა, იყო საუბარი იმაზეც, რომ გვჭირდება მეტი. და ეს არის აბსოლუტურად მართალი. და ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩემთვის პირადად განსაკუთრებულია და განსაკუთრებული გარემოება გახლავთ დღეს საქართველოში. უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთთან. მშვიდობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნება, რომ გქონდეს ეკონომიკური ზრდა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქვეყნისთვის ეს გახდა თანამედროვე ეპოქაში აბსოლუტური ფუფუნება. და მათ შორის ევროპულ სახელმწიფოებისთვის ეს არ არის მარტივად მიღწევადი მაჩვენებელი, რომ მიაღწიონ მაგალითად არა თუ იმ ზომის ეკონომიკურ ზრდას, როგორც საქართველოში, არამედ საერთოდ ეკონომიკურ ზრდას. ამ ყველაფრის ფონზე მნიშვნელოვანი ხდება იმის აღნიშვნა, რომ შემდეგ ეს ეკონომიკური ზრდა, რომელიც გვაქვს, ითარგმნება და კონვერტირდება უკვე კონკრეტული მოქალაქეებისთვის მხარდამჭერ პროგრამებში, რომელიც სახელმწიფოს აქვს. იქნება ეს საგანმანათლებლო, სოციალური შემწეობის თუ ნებისმიერი სხვა ჯანდაცვის პროგრამები ავიღოთ. განა არ არის შთამბეჭდავი, მაგალითად, არ არის დიდი ხანი გასული იმ პერიოდიდან, რომლის განმავლობაში ცვლილებებმა მოიტანა ის, რომ 4-ჯერ არის გაზრდილი მაგალითად ჯანდაცვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. იმ პერიოდიდან, როდესაც ეს იწყებდა 2013 წლიდან ავიღოთ. 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე 4-ჯერ არის გაზრდილი. არ არის ეს ნამდვილად პატარა რიცხვი. საკმაოდ დიდია. ის რომ ორნიშნა რიცხვით გამოიხატება, რამდენიმე ათეულია პროცენტული მაჩვენებელი იმისა, რამდენს ხარჯავდა ქართველი მოქალაქე ჯიბიდან ჯანდაცვის სერვისზე და რამდენს ხარჯავს ახლა. რადიკალური ცვლილებები. ამ საკითხს ეხმაურება მაგალითად პრემიერის კიდევ ერთი განცხადება 186,000-ით გაიზარდა პენსიონერების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. შეიძლება ითქვას, რომ თუნდაც იგივე ჯანდაცვის პროგრამის, სოციალური პროგრამების, ამის ამოქმედებას, ამ პროგრამების ამოქმედებას, ხელმისაწვდომობას უკავშირდება, თქვათ ეს მაჩვენებელი და ერთის მხრივ სისტემა როგორ მივიდა, უფრო მეტი რომ გითხრათ ამ შედეგამდე
და თუ გეგმავთ საპენსიო ასაკის ადამიანებისთვის თუნდაც იგივე დამატებითი სერვისების შეთავაზებას და ხელმისაწვდომობის ზრდას დამატებით სერვისებზე. ჩვენთან როგორ არის იცით, ბევრი რამ რაც დღეს უფასოდ ხელმისაწვდომია, აი პენსიის ზრდასთან ერთად, სხვათა შორის ყოველთვის მომხრე ვარ ხოლმე და ამას ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ აი პენსიის მონეტარულ ზრდასთან ერთად, აი ოდენობით თქვა, რომ აი ამდენი ლარით გაიზარდა, იმდენი ლარით. საქართველოს მოქალაქის განსაკუთრებით პენსიონერს იმდენი დამატებითი სარგებელი აქვს. მოქმედი პროგრამების მეშვეობით, რომ ეს არ შეიძლება მხედველობაში არ მივიღოთ. ის რომ მაგალითად დღეს პენსიონერებისთვის ხელმისაწვდომია არაერთი პროგრამა, მათ შორის მაგალითად მედიკამენტებთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებები, რომელიც უფასოდ მედიკამენტის მიღების შესაძლებლობას იძლევა პენსიონერისთვის. ეს არის რა თქმა უნდა შესაძლებლობა, რომელიც უჩნდება პენსიონერს და რომლის მეშვეობითაც ის ახერხებს, რომ მოაწესრიგოს ძალიან ბევრი პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული. ამის შედეგად არის სწორედ ამ ჯანმრთელობის პროგრამების, ჯანდაცვის პროგრამების, სოციალური პროგრამების ეფექტიანობის გაზრდის შედეგია ის, რომ საქართველოში დღეს პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა ამის თაობაზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში. ეს კარგი ამბავია, რა თქმა უნდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები უფრო ეფექტიანად აწესრიგებენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თავიანთ პრობლემებს. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მეტ გაუმჯობესებას საჭიროებს, კიდევ უფრო წინწაწევას საჭიროებს და ამას ბუნებრივია დაუღალავად გავაგრძელებ და ეს არის მთავარი, რასაც მანამდე ვსაუბრობდი, რომ ჩვენთვის რომ ეს არის პრიორიტეტი, ეს არის ალბათ საგანგებოდ მნიშვნელოვანი. დღეს ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით და ძალიან კარგი ტემპით. აი ეს არის მნიშვნელოვანი, ალბათ გნებავთ პოლიტიკური განაცხადიც შეგვიძლია ასე დავარქვათ ამას ყველაფერს. ამიტომ ის რომ გაიზარდა პენსიონერების რაოდენობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის შედეგი, რომელიც მოიტანა უფრო მეტად ეფექტიანმა ჯანდაცვის პროგრამებმა, უფრო მეტად ეფექტიანმა სოციალურმა პროგრამებმა. ბუნებრივია, რომ ეს უნდა გაგრძელდეს, ეს გაგრძელდება კიდეც და ამის გარანტი, რა თქმა უნდა, არის დღეს ჩვენი ხელისუფლება. კი ბატონო, რადგან ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე ვსაუბრობთ, ბატონო მიხეილ, საინტერესოა საპილოტო პროგრამა რა ეტაპზე არის, რომელიც პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში უნდა ამოქმედეს ივლისიდან და აი ამ რეფორმის მიზანი რა არის ერთის მხრივ და კიდევ ერთხელ რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რა შეიცვლება პაციენტებისთვის. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადაგიხადოთ, რომ ამ თემითაც დაინტერესდით, იმიტომ რომ ესეც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ეს პირველადი ჯანდაცვა საზოგადოდ ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია. სხვათა შორის ყოველთვის ესე რაღაცა მეტ ყურადღებას იქცევს ხოლმე ალბათ ტრავმატოლოგიას, ალბათ ონკოლოგია და ასე შემდეგ და ამ დროს პირველადი ჯანდაცვა როგორი რამეა, იცით? ეს არის პირველი სტრუქტურა, რომელსაც ხვდება პაციენტი. ეს არის სტრუქტურა, რომელმაც რეალურად ყველაზე მეტად უნდა მოახდინოს სწორი ნავიგაცია, ასე ვთქვათ, იმ დიდ სივრცეში, რომელსაც ქვია ჯანდაცვის სისტემა. ყველა პაციენტი ბუნებრივია არ არის ინფორმირებული მასთან დაკავშირებით, მას რა კონკრეტული საჭიროება აქვს, მას რომელი ექიმია მისთვის რელევანტური, როდის აუცილებელია რომ ის მივიდეს ექიმთან, როდის ჰოსპიტალში, როდის ამბულატორიაში და ასე შემდეგ. რთულია ეს ნავიგაცია. ამიტომ პირველი რგოლი ვინც უზრუნველყოფს, აი კომპასია პრაქტიკულად პაციენტისთვის, პირველადი კომპასი როგორ უნდა ასე ვთქვათ მიიღოს ის სერვისი, რომელიც ესაჭიროება კონკრეტულ პაციენტს და რაც ყველაზე მთავარია, აი ეს პირველადი რჩევები, რომელიც მაგალითად დააზღვევს არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს. როგორ უნდა მართოს მაგალითისთვის, აი ყველაზე მარტივი რამ ვთქვათ, რომ მაგალითად წნევა ვისაც აწუხებს, როგორ უნდა იმკურნალოს იმისთვის, რომ არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი რაღაც რთულ, გართულებულ მდგომარეობაში, რომელსაც ჭირდება ჰოსპიტალური რაღაცა რთული ჩარევა. ეს ყველასთვის საინტერესოა და სასიამოვნო პროცესია, იმიტომ რომ პაციენტი უზრუნველყოფს, რომ მას არ გაურთულდეს რაღაც მდგომარეობა და მეორეს მხრივ სახელმწიფოსთვის ეს არის თუნდაც გართულებული შემთხვევების მართვაზე დიდი გაზრდილი დანახარჯების თავიდან არიდების კარგი შესაძლებლობა. ამიტომ ეს პირველადი ჯანდაცვის რგოლი ამ თვალსაზრისით, აი რომელსაც ხშირად ოჯახის ექიმს ეძახიან, ჩვენ გვაქვს ქსელი მაგალითად სოფლის ექიმებისა. აი ეს არის ეს სისტემა. ამ ხალხის მთავარი ფუნქცია არის, რომ ისე საკუთარი რჩევებით, საკუთარი მართვით, აი არ ვიცი, ელემენტარული გაზომვით, წნევით, დაკვირვებით გარკვეულ მონაცემებზე, ანამნეზის შეკრებით
ეს ხალხი უზრუნველყოფს, რომ არ გართულდეს დაავადებები, არ გაურთულდეს პაციენტს მდგომარეობა. ამიტომ აი აქ ინვესტირება არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ასეც დაიგეგმა, იცით, აი ბოლოს როდესაც დაიწყო ეს რეფორმა, ჩვენ პილოტირების რეჟიმში ვიმყოფებით, ახლა ვიწყებთ ამ პროცესს და წლის ბოლომდე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შთამბეჭდავი რეზულტატები გვექნება, შთამბეჭდავი იმ თვალსაზრისით, რომ სრულყოფილი მონაცემები გვექნება, რომ სწორად დაიგეგმოს უკვე მომდევნო ნაბიჯები. გეგმა ასეთია დაახლოებით 110 მილიონია დანახარჯი, რომელსაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში დამატებით ამ რგოლზე გასწევს სახელმწიფო. ეს სხვათა შორის 100 ჯერ შემოწმებული საკითხია, იმიტომ რომ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობთ და ეს არაერთხელ გავლილი და კარგად, ძალიან სკრუპულოზურად გავლილი თემა გახლავთ. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამ 110 მილიონის დამატებით დახარჯვის შემთხვევაში, ამ 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო რეალურად პაციენტების კეთილდღეობის მიღწევით დაზოგავს დაახლოებით 160 მილიონამდე ლარის დანახარჯს. ასეთია დღევანდელი გადმოსახედიდან, რომ შევხედოთ ამ რეფორმის დადებითი მხარე, რომელსაც სახელმწიფო მიიღებს. და ეს არის შესანიშნავი რამ, იმიტომ რომ დაახლოებით 50 მილიონი ლარის სხვა საჭიროებებზე დახარჯვის შესაძლებლობა გაუჩნდება სახელმწიფომ. ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ, საკმაოდ ამბიციური რეფორმა, რომელიც წამოვიწყეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ამბიციურთან ერთად ძალიან სწრაფად წარმატების მომტანი რეალურად. რაც შეეხება რა ფაზაში ვართ ახლა, რეალურად გრძელდება და ბატონო მიხეილ, აუცილებლად უნდა გითხოთ, აი როდესაც პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე არის საუბარი, მის ფარგლებში საუბარი არის ასევე პაციენტის ასაკის მიხედვით დაფინანსების ცვლილებაზე და ამ ნაწილზეც უფრო მეტი რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს. დიახ, ეს დიფერენცირებული მიდგომა შემოღებული იქნა სწორედ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ინდივიდუალიზებული იყოს პაციენტების საჭიროებაზე. მაგალითად, 5 წლამდე პაციენტს არა, ადამიანს, რომელსაც შეიძლება პოტენციალურად თეორიულად შეიძლება იხდებოდეს პაციენტი. ღმერთმა ყველას აშოროს ეს, მაგრამ ჯანმრთელობაზე დაკვირვების ერთ-ერთი ფუნქცია საჭიროებას ეს განაპირობებს, რომ ის არ გახდეს პაციენტი. ამიტომ პირველადი ჯანდაცვის მომხმარებელი იქნება ჯანმრთელი ადამიანი, მაგალითად 5 წლამდე ბავშვზე მეთვალყურეობა უფრო აქტუალურია, უფრო აქტიურად არის წარსამართი, ვიდრე მაგალითად არ ვიცი 20 წლის ადამიანზე. ეს უმაი სტატისტიკური მაჩვენებლები თუ იმსჯელებთ, დიახ, ეს ასეა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ექიმის შრომაც მოითხოვს ან ექთნის შრომა და ასე შემდეგ, მოითხოვს ბუნებრივია რელევანტურად ამის ყველაფრის დაფინანსებას. ამიტომ საშუალო მაჩვენებლები რაც იქნა აღებული, აი სწორედ ამის მიხედვით გამოთვლილი იქნა, რომ მაგალითად პენსიონერს მეტი ყურადღება ჭირდება, აქედან გამომდინარე პენსიონერის მომსახურებაზე იქნება უფრო მეტი გათვალისწინებული ანაზღაურება, ვიდრე მაგალითად, არ ვიცი, ჩემი ასაკის ადამიანისთვის შეიძლება იყოს საჭირო. ეს მიდგომა არის აბსოლუტურად სწორი, ამ შემთხვევაში ჩვენ ველოსიპედი ნამდვილად არ გამოგვიგონებია, ეს არის არაერთი წარმატებული ჯანდაცვის სისტემაში აპრობირებული პრაქტიკა, ასეთი მიდგომების არსებობა. შესაბამისად, ჩვენ ასეც ვგეგმავთ. თუმცა უნდა ვთქვათ ისიც, რომ ამ პროგრამით გათვალისწინებული, ამ დიფერენცირებული, ასე ვთქვათ, დაფინანსების მიუხედავად, გათვალისწინებულია ზრდა სახელმწიფოს დანახარჯებისა, რაც შეადგენს საბოლოო ჯამში სწორედ იმ 100 მილიონს მომდევნო 4 წლის განმავლობაში, პატარა თანხა ეს ნამდვილად არ გახლავთ და რომლის შედეგადაც ჩვენ გვაქვს ვარაუდი, რომ ეფექტიანობაც, რა თქმა უნდა, პირდაპირ პროპორციულად გაიზრდება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღინიშნოს. ახლა ვაკვირდებით მონაცემებს აიმისოთ, რომ რეალურად დაიწყოს იმპლემენტაცია, აქ აუცილებლად ძალიან დიდი შრომაა ამაში ჩასადევი, მათ შორის რეგულაციების გაწერა, დასაზღვევი მექანიზმების რომ არ კონდეს ადგილი მაგალითად არასწორ პრაქტიკას, არასწორად პროცესების განვითარებას და ამ პროცესებს ძალიან სკრუპულოზურად ვაკვირდებით. ბუნებრივია, რომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ძალიან სწრაფად გვექნება უკვე საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ პილოტირების შედეგად უკვე რეალურ რეჟიმში ჩაეშვას ეს პროგრამა და რეალურად მოუტანოს სარგებელი ჩვენ საზოგადოებას. კი ბატონო, და სამომავლოდ ვისაუბროთ უკვე რეალურ შედეგებზე და იმ პრაქტიკაზე, რასაც აჩვენებს ესა თუ ის პროგრამა. ყველაზე მეტად მე მინდა რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი იყოს ის სერვისები, რომლის ხელმისაწვდომობის პრობლემაც არ შეექმნება ცხადია ჩვენს მაყურებელს და ჩვენს მოქალაქეებს. უღრმესი მადლობა ბატონო მიხეილ სტუმრობისთვის. მიხეილ სარჯოლაძე, ჯანდაცვის მინისტრი, პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ასეთი იყო დღევანდელი აქტუალური თემა. გემშვიდობებით სამშაბათამდე დროებით.